კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული. გამარჯობა, ეს რადიო იმედია და ახლა უნდა გაგიმარტივოთ კანონი, რომელიც ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. გაგაცნობთ ტყის ხანძრისგან დაცვის წესებს. საქართველოში ტყის მესაკუთრე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი ან კერძო პირი. კანონმდებლობით ტყის განადგურება დაუშვებელი და აკრძალულია. ტყის განადგურების გამომწვევია ქმედება, რომელიც ხეებს დაუცველს ხდის და საფრთხეს უქმნის. იცით, რომ ერთ-ერთ ასეთ საფრთხეს ტყისთვის ხანძარი წარმოადგენს. ტყის ხანძრად მიჩნეულია ცეცხლის მოდება ტყის მკვდარ საფარზე, ნაყარ ფოთლებზე, ხავსზე, ბალახზე და ბუჩქებზე, კორომში ზეზე მდგომ ხეებზე, ნიადაგის ფენის ქვეშ და სხვა. ტყის ხანძრისგან დაცვის მიზნით ტყეში აკრძალულია ჩაუქრობელი ასანთის ღერი, სიგარეტის ნამწვავისა და სხვა ალებადი საგნების გადაგდება, ანთებული კოცონის დატოვება, ბალახის დაწვა. ტყეში ცეცხლის დანთება დასაშვებია მხოლოდ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, სადაც შესაბამისი საინფორმაციო ნიშანია განთავსებული. ეროვნული სატყეო სააგენტო, როგორც ტყის მართვის ორგანო, უფლებამოსილია ხანძრის თავიდან აცილების მიზნით სპეციალურად გამოყოფილ ადგილებშიც კი ცეცხლის დანთება განსაზღვრული დროით შეზღუდოს. ბუნებრივია, იგივე უფლება აქვს ტყის მესაკუთრეს კერძო ტყეში. ცეცხლის დასანთები ადგილი დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მოეწყოს. ცეცხლის კერიდან 1,5 მეტრის რადიუსში ტერიტორია უნდა გაიწმინდოს თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისგან და ფიჩხისგან. ამასთან სრულად უნდა გამოირიცხოს ნორჩი-ხეების, მათ შორის მათი ფესვების ცეცხლით დაზიანება. ტყით მოსარგებლეები ვალდებულები არიან. სამუშაოების წარმოებამდე, მათ შორის ტყეში რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას ჩაატარონ ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისა და ხანძრის ჩაქრობის ხერხების შესახებ. ამასთან მზადყოფნაში იქონიონ ხანძარს საწინააღმდეგო პირველადი საშუალებები. ტყით მოსარგებლებმა დარჩენილი ადვილად დაალებადი მასალები დადგენილ ვადებში უნდა გაიტანონ. ტყის ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ ხანძარს საშიშ პერიოდში და ასეთ ადგილებში დროებით აკრძალონ ტყით სარგებლობა, მოსახლეობის ტყეში ყოფნა, სატრანსპორტო საშუალებები ტყეში შესვლა და სხვა. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ ესაა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით. ხოლო თუ ამას ტყეში ხანძრის გაჩენა მოყვა, ან მის გარკვეულ ფართობზე გავრცელება, პირი 500 ლარით დაჯარიმდება. ამასთან პასუხისმგებლობის დაკისრება დამრღვევ პირებს არათავისუფლებთ ვალდებულებისაგან გამოასწორონ დარღვევა დაწესებულ ვადებში. ტყის ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელმა პირებმა ტყეზე მიყენებული ზიანიც უნდა აანაზღაურონ. დასჯადია ასევე ტყეში სამიჯნე ნიშნების, ტყის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების მომწესრიგებელი ნიშნების მოსპობა ან დაზიანება. ამისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 70 ლარამდე ოდენობით. თუ წესების დარღვევამ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, პირი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6-დან 2 წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ. თუ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე ან უამისოდ. მოკლედ ვიცოდეთ მეტი, გავუფრთხილდეთ ტყეს და ვიყოთ დაცულები. კანონის გამარტივებაში დაგვეხმარა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი ნინო რომაშვილი. დროებით. კანონის ენა ზოგჯერ რთულია. ჩვენ აგიხსნით მოკლედ და გასაგებად. ყოველ სამუშაო დღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას კანონი მარტივად. თეა პერტაიასთან ერთად. იცოდეთ, დაიცავით და იყავით დაცული.